ის ევროპული პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს აყავს ევროკავშირს, ეს ის პოლიტიკური ელიტა, რომელმაც თავის დროზე დაუთმო რუსებს ყველა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაინი, რომელიც იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მის პირობებში 16 ბრიგადიდან ჩამოიყვანეს 4 ბრიგადა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალიან მკაფიო განცხადება ჰქონდა და თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ყველაფერი იცვლება და იცვლება სასიკეთოდ და სასარგებლოდ, იმიტომ რომ რეალობა გახდა რამხელა საფრთხეა რუსეთი და პუტინი. კალი არის აბსოლუტური იდიოტი. ჯეზეტის განავლის კასრო შენა ურსულა ფონ დერ ლაინმა 16 ბრიგადიდან 4-მდე რო ჩაიყვან, ეს საერთოდ იყო გერმანელების სუვერენული გადაწყვეტილება. გერმანია დაასაჭურისეს. დასაჭურისებულია ეს გერმანია ამერიკელების მიერ პირდაპირ გეტყვით და პლუს ფული არ დახარჯეს თავდაცვაზე, ამერიკელებს ესე უნდათ და იმ ფულით დააფინანსეს ყველაზე კარგი ჯანდაცვა და სოციალურობა მსოფლიოში. ანუ ურსულას ბრალი იყო, თავდაცვის მინისტრი იყო, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარი შეემცირებინა. ვერავინ ვერ აღუდგა თან. ეხლა არის მაგარი შემდეგი გუბაზი ძალიან ხუსმინეთ. აი როგორ მოახერხოთ რომ ეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ტელევიზიებში ვხედავთ და ხალხი, რომელიც ქუჩაშია, ერთმანეთს დავაკავშიროთ. აი ეს არის ჩემი ოცნება. იგი გავიგე. და ეს სიტუაცია ჩვენ გვაძლევს ორი მიმართულებას, რა ერთმანეთის გამორიცხავს, საფრთხეებსაც, მაგრამ პერსპექტივებსაც. რას ავირჩევთ? და აქ ისე ვიმეორებ კაცო, ვინმეს კი არ ვებძვი, ან კი ძირს კი არ უთხრი. ხალხო, აღარ გეკანათებით ძვირფასო ოპოზიციონერებო რა. არაფერში არ გეცილებით, არც თანამდებობებში, არც მანდატებში, არაფერში. გეუბნებით ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ხო? გააკეთეთ კონცენტრირება. ქალბატონო სალომე, ძვირფასო ადამიანი, რა ვქნა? თამარ მეფე ორო, გეუბნებით. მოაბით ამას თავი. თამარ მეფე ორო, ბიჭო, რატო ორო ჯერ ისეთი რა? რატო არა? რატო არა? -1. მე თვითონ